კომუნიკატორი Draw Printer მინიატურული პრინტერია, რომელიც მობილური მოწყობილობებისათვის, smartphone-ებსა და პლანშეტებისათვის გამოუშვეს. მისი მეშვეობით შესაძლებელია ფოტოების, ნებისმიერი ფორმატის ტექსტური ფაილების, სკრინშოტებისა და სხვადასხვა ბრაუზერებიდან ვებ-გვერდების ამობეჭდა. პრინტერი სალარო აპარატების პრინციპით მუშაობს, შესაბამისად თერმოქაღალდს იყენებს და მელანის საერთოდ არ ჭირდება. მობილურ მოწყობილობას კი Bluetooth-ით უკავშირდება და სპეციალური პროგრამით იმართება. Draw Printer-ი მიმდინარე წლის ბოლოდან $30 გაიყიდება. სტარტაპ კომპანია OneWeb-მა და ცნობილმა ავიამშენებელმა კორპორაცია Airbus-მა გააფორმეს რამდენიმე მილიარდიანი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ინტერნეტ თანამგზავრების წარმოებას დაიწყებენ. პროექტის მიზანია პლანეტის იმ ნაწილების დაფარვა, სადაც ჯერ კიდევ არ აქვთ ცდომა გლობალურ ქსელთან. იგეგმება რამდენიმე ასეული კომპაქტური კოსმოსური აპარატის დამზადება, რომლებიც დედამიწას ერთგვარ ალყაში მოაქცევენ. თითოეული ამგვარი მოწყობილობის წონა 150 კილოგრამი იქნება. კორპორაცია Airbus-ი 900 თანამგზავრს დაამზადებს, რომელთაც კოსმოსში 2018 წელს გაუშვებენ და ორბიტაზე ჯაჭვურად განალაგებენ. კომპანიას Special Labs-მა გამოუშვა მინიატურული ყურსასმენი DOT, რომელიც მხოლოდ 3 გრამს იწონის და მფლობელის მობილურ მოწყობილობებთან Bluetooth-ით სინქრონიზირდება. მისი მეშვეობით შესაძლებელია მუსიკის სმენა 6 საათის, ხოლო სატელეფონო საუბრების წარმოება 9 საათის განმავლობაში. მოწყობილობაში ინტეგრირებულია მიკროფონი. გააჩნია სპეციალური ღილაკიც, რომელზეც ერთხელ შეხების შემთხვევაში აქტიურდება სატელეფონო საუბრის რეჟიმი, ხოლო ხანგრძლივი დაჭერისას ირთვება ხმოვანი თანაშემწის ფუნქცია. მელომანებისათვის გათვალისწინებულია 2 ყურსასმენისაგან შემდგარი კომპლექტი DOT Stereo. ის $159 ღირს, ხოლო Don't Mono $99 იყიდება. კანადურმა კომპანია Akimbo-მ ახალი ფანტასტიკური ექშენის ჟანრის თამაში ARC Continuum დაანონსა, რომლის მთავარი თემა დროში მოგზაურობაა. სიუჟეტი ასეთია: მთავარი პერსონაჟი პლანეტა ტერაანის დამპყრობლებისგან გათავისუფლებას ცდილობს. გამარჯვებისათვის მას უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმაუწევს და უძველეს მიწისქვეშა ქალაქში მიემგზავრება, რათა იპოვოს დროის მართვის სპეციალური ტექნოლოგია. მოწყობილობა წარსულში გადაადგილებისა და ალტერნატიული რეალობის შექმნის საშუალებას იძლევა. ამგვარი მანიპულაციებით მთავარი გმირი აწმყოსა და მომავალში მიმდინარე მოვლენებზე ახდენს გავლენას. ამასთანავე გამარჯვებისათვის საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობას ანვითარებს. თამაში Unreal Engine 4-ის ბაზაზეა შექმნილი. მისი გამოცემა 2016 წლის დასაწყისში იგეგმება. კომუნიკატორი